მეგისმენთ, მე მოგესალმებით, მადლობა მინდა გადავხადო Prime Times Press Clubs და მის ამ შეხვედრის ორგანიზატორებს ჩემი მოწვევისთვის. შეკითხვები მე ვიცი რომ ბევრი იყო, მიერეკავდნენ ჟურნალისტები, მათ შორის Prime Times სააგენტო მიერეკავდა, თუმცა იყავი გზაზე და ძალიან ცუდად ისმოდა, ყველა შეკითხვას პასუხი ვერ გავეცე, მე დღეს მზათა ვარ. ყველა შეკითხვას გავცე პასუხი, ის ინტერესი არის საზოგადოებაში, თქვენ ჟურნალისტებშიც და ბატონო, მოდით ჯობია რუსეთიდან დავიწყოთ. რუსეთის არჩევნების შეფასება მაინტერესებს თქვენი, რამდენად ლეგიტიმურად აფასებთ ამ არჩევნებს და რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა. ეს არჩევნები ასეთ შედეგებით იყო სრულიად მოსალოდნელი. ის რომ პუტინი პოპულარულია რუსეთში, ეს თავისთავად ცხადია და ფაქტია და ჩვენ ამას ვერ გავექცევით. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ფაქტს, რომელსაც თუ ვინმე არ მოელოდა პოლიტიკოსებისგან, მან უნდა გადაამოწმოს რამდენად ესე იგი რამდენად შეუძლია. ბატონო, აქ სხვა რამაზეა ლაპარაკი. თქვენ ამას ელოდით იმიტომ რომ პოპულარულია და რეალურად უჭერს ხალხი მხარს პუტინს, თუ იმიტომ რომ გააყალბებდნენ რუსეთში არჩევნებს? მე ამას ველოდი იმიტომ რომ პეტრე პირველის და სტალინის მერე ასეთი ძლიერი და ერთპიროვნული მართველი რუსეთს არ ყოლია. ამიტომ რუსი ხალხის განწყობა მე ვიცი, საერთოდ დიდი სახელმწიფოების სუპერ სახელმწიფოებში მცხოვრები ხალხის განწყობები მე ვიცი, ისინი ბევრ რაიმეს, მათ შორის სოციალურ პრობლემებს, მათ შორის დემოკრატიულ თავისუფლებებს სიამოვნებით თმობენ ერთიანი დიდი და ძლიერი, ესე იგი სახელმწიფოს ხათრით, ამიტომ ეს განწყობა ასეც იყო, თუმცა ამას ემატება რა თქმა უნდა ის რომ მთლიანად აკონტროლებდა არსებული ხელისუფლება ყველა ადმინისტრაციულ რესურსს, მთლიანად აკონტროლებდა ესე იგი ტელევიზიებს და შესაბამისად რაიმე ცვლილება იმ განწყობებში არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ მე აქვე მინდა ვთქვა, რომ გაყალბების ის მასშტაბები, რაც ჩვენ საქართველოში ხედავ და არადემოკრატიული, მათ შორის ძალადობრივი საქციელი, მათ შორის 26 მაისს თუ გავიხსენებთ და შევადარებთ დღეს მე ვხედავდი კადრებს, მათ შორის ტელეკომპანიები, ცენტრალური არხები გადმოსცემდნენ, როგორ ესე იგი აპატიმრებდნენ რუსეთში აქციის მონაწილეებს და მინდა გითხრათ, რომ ეს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ სისასტიკისგან, რომელიც გამოიჩინა ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მაგალითად 26 მაისის დარბევის დროს. ესეც თვალში საცემი იყო. ბატონო? არა, რა თქმა უნდა, მე მგონი სულ სხვა მოვლენა და ეს იყო ხალხისთვის გამოხატვა თავისი ნების. მე გეთანხმები, განსხვავებები ყველაფერი ზუსტი არასოდეს არაფერი არის, მაგრამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოჩენილი სისასტიკი არის დანაშაული. დანაშაული არის სამართლებრივად, დანაშაული არის მორალურად და ასევე ესეთი დანაშაულები ხრჩება ისტორიაში. აი ამ სირცხვილს ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავს არსებული ხელისუფლება და თუ შევადარეთ მათ საქციელს, რაც ასევე მე არ მომწონს, არა, როგორც შეიძლება თავისუფალ ადამიანს მოგწონდეს ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც თავისუფლად იქცევიან, მაგრამ მე მომწონს თავშეკავება პოლიციელის და მათი რაღაცა ერთგვარი ჩარჩოებში მოქცევა. ეს სწორია და კარგია, ამიტომ ასეთ შედარებებს როცა ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სულაც არ არის სასიამოვნო, რაც შეიძლება მე ამას მოყვეს ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამას მოყვება დიდი გააქტიურება რუსეთის საერთაშორისო ასპარეზზე და ეს გააქტიურება მოყვება ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში ეს აქტიურობა შესამჩნევი იქნება ჩვენთან რეგიონში. ეს დიდი ენერგია რუსეთის, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან გონიურულად უნდა ვიქცეოდეთ და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად ვიზუალურად მაინც ვჩანდეთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, რომ ის დემოკრატიული ცივილიზებული სამყარო იდგეს ჩვენი უფლებების დასაცავად. ჯონდი, ქართული პოლიტიკოსების ნაწილი მეც გამოთქვავდა და გამოთქვავს, რომ ვლადიმერ პუტინი გახდება დემოკრატი და გაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს. თუნდაც აი არჩევნების გათვალისწინებით, რამდენად ადეკვატური არის ქართული პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი შეფასებები? მე ჩემი კოლეგების ეს არჩევნები რამდენად იძლევა იმის საშუალება, იმის შეფასების საფუძველს, რომ პუტინი გახდება დემოკრატი? მე ჩემი კოლეგების პოლიტიკოსების გამონათქვამების შეფასებით იცით რომ არა ვარ დაკავებული, მე ჩემს აზრს გეტყვით. ეს არჩევნები გაცილებით უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე ჩვენთან ჩატარებული არჩევნები. ეს არჩევნები, წინა საარჩევნო კამპანია
არადემოკრატიული, მაგრამ გაცილებით უფრო დემოკრატიული იყო ვიდრე დღეს ჩვენთან მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ჩვენთან პირდაპირ შეიძლება ითქვას, ფონი საარჩევნო ფონი არის აშკარად ძალადობრივი, მათ შორის გამოიყენება კრიმინალური მეთოდები, შანტაჟი, დაპატიმრება, თავდასხმები, ასე იგი და მუქარა და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა იქაც ასეთები იყო ჩვენ ასე იგი არა მხოლოდ რუსეთის ცენტრალური არქივის ასე იგი გაშუქებას ვადევნებთ თვალყურს, არამედ ასევე შეერთებული შტატების პრესაში როგორც უხდებოდა ევროპის პრესაში, მათ შორის ჩვენს პრესაში და გვქონდა საშუალება ესე იგი ასე დაბალანსებული ინფორმაცია მიგვეღო. ამიტომ რა თქმა უნდა დემოკრატიისგან წინა საარჩევნო ფონის და არჩევნების დღეც რუსეთში არის შორს, მაგრამ ეს უფრო დემოკრატიული, უფრო რბილი ვითარებაა ვიდრე ჩვენთან საქართველოში და ეს ძალიან აშკარაა. ჩვენთან საქართველოში ამაზე გაგცემ ძალიან მარტივ პასუხს. რუსეთში, აი ნახეთ შედარებები გავაკეთოთ. ყველაფერი ფარდობითია რა. რუსეთში არ მისცეს კანდიდატს დარეგისტრების საშუალება. ჩვენთან ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს წაართვეს მოქალაქეობა. საქართველოში დავადებულ გაზრდილ კაცს წაართვეს მოქალაქეობა. ნუ შედეგად რომელი უფრო უსამართლო გადაწყვეტილება. ბატონო, ეგ მართლა ძალიან საინტერესოა, რომ რამდენად შეიძლება რომ ადამიანს, რომელიც ფლობს სერიოზულ სოლიდურ თანხებს და ყავს შესაბამისად ძალიან სოლიდური იურისტები, არ ცოდნოდა, რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეობის, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მას ავტომატურად დააკარგვინებდა საქართველოს მოქალაქეობა. აი ნახეთ თქვენ ერთ შემთხვევაში, როცა საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს ბიზინა ივანიშვილს, სვამ შეკითხვას რაღაც იურიდიულ კაზუისტიკაზე. აბა რაზე უნდა დავსვათ ბატონო? და რუსეთშიც კაზუისტიკა იქაც არსებობდა, როცა არ დაარეგისტრეს მოქალაქეები. გასაგებია? იქაც ასეთ კაზუისტიკურ იაბლაკას ის რა დაარეგისტრირეს. ყოველთვის დიქტატორს, ყოველთვის უსამართლობას თავისი კაზუსი აქვს. თუ იცნობთ იაბლაკა რატო არის ხელმოსაჭიც ხელს მოშიდებენ და ესე იგი იაბლაკოს ლიდერი არ დაარეგისტრირეს და თუ გაქვთ ინფორმაცია რა იურიდიულია? არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ტყუპის სალივით გავს ეს თვითონ გამოწვეული მიზეზები. მე უბრალოდ გაგივლეთ პარალელი. როგორც კაზუისტიკა, იურიდიული და თვითონ გამოწვეული საბაბი და არა ნამდვილი მიზეზი აქვს, ქონდა ასე იგი მიხეილ სააკაშვილს რომ მოქალაქეობა ჩამოერთვა საქართველოსში დაბადებული ძირძველი, რა ვიცი, აი ქართველი კაცისთვის ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ ის მისი პოლიტიკური ოპონენტი გახდა, ისევე რა თქმა უნდა პუტინს და მედვედევსაც ქონდა თავისი კაზუსები სავარაუდოდ, როცა არ არეგისტრებდა იავლინსკის. და მე ხლა იავლინსკი რამდენად პატრიოტია რუსეთის არ ვიცი, მაგრამ ბიზინა ივანიშვილზე აჯერ არ მომისვენია, გარდა ახლა ასეთი ოდიოზური ფიგურებისა, კოკა გაბაშვილი და ციკლაურს თუ არ ჩავთვლით, რომ ის არ არის საქართველოს პატრიოტი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სრულიად შეუფერებელი შედარებაა. ბატონო ჯონდი, ანუ თქვენი პოზიცია უფრო გასაგები იყოს, თქვენ მიიჩნევთ, რომ რუსეთში გაცილებით დემოკრატიული სიტუაცია და გაცილებით დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ვიდრე საქართველოში და მაინტერესებს თქვენი შეფასება იმ დასავლელი ლიდერების განცხადებებზე, რომლებმაც რუსულ არჩევნებს თაღლითობა უწოდეს. იგივე მე მინდა გითხრათ, რომ მე მაწუხებ ჩემი სახელმწიფო. ის რომ რუსეთში არ არის დემოკრატია, ეს არის პრობლემა და არა მარტო რუსეთის, სხვათა შორის და შემდგომში ეს ჩვენზეც აისახება, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს. ჩვენ ხედავთ და ჩვენ გვაწუხებს ჩვენი ხელისუფლების მოქმედება. ხელისუფლების, რომელმაც გავიხსენოთ ქიმიარიძის შემთხვევა, რომელიც სულ ახალი მომხდარი შემთხვევა, წამებით ამ არის მოკლული ადამიანი და საქმეს არ იცის. ხელისუფლებამ, რომელმაც მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომში, როცა რუსული საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს გორი და ტანკები დაიძრნენ თბილისისკენ, ნაცვლად იმისა, რომ თბილისის დაცვის ორგანიზება მოეწყოთ, გაიქცნენ წითელხიდზე, ქალაქი მიატოვეს განსაცდელში, წითელხიდზე გაიქცნენ საკუთარი ტყავის და ქონების გადასარჩენა და პრეზიდენტი რომელ ბუნკერში იმალებოდა არავინ არ იცის. ფაქტია, რომ ქალაქი დატოვეს დაუცველი. ეს ჩვენი კანონმდებლობით არის სისხლის სამართლის დანაშაული. ადამი პირდაპირ მუხლი ესეთი ადამიანის განსაცდელში მიტოვება, მაგრამ განსაცდელში მთელი ერი მიატოვეს. თქვენ წარმოიდგინეთ, უარყოფილიყო ღვთისმსხალობა, რუსები არ გაჩერებულიყვნენ თბილისამდე მოსულიყვნენ, როგორი ტრაგედიის წინაშე შეიძლება და თბილისი დამდგარიყო. ამიტომ რა თქმა უნდა მე ეს მადარდებს და არა ის რომ თუმცა რა თქმა უნდა
ჩვენთვის ისის პრობლემაა რუსეთში არ გვაქვს დემოკრატია, მაგრამ ეს უფრო მეტი პრობლემაა ვიდრე რუსეთში არსებული ვითარება. ბატონ ჯონი, ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან რომ შეფასებებში და ფაქტების დაწერის დროს უნდა ვიყოთ ძალიან ზუსტები. ალბათ პოლიტიკოსებმაც იგივე უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ გიგე ქიმერიძესთან დაკავშირებით ხა რა თქმა უნდა ეს ძალიან ისეთი ფაქტია, თუმცა გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია და ალბათ უნდა დაველოდოთ ეს ერთით. მეორე ძალიან შესაძლებელია ყველა თქვენი მოსაზრებები 2008 წელთან დაკავშირებით, მარტო ღმერთის იმედით ალბათ არ ვიყავით შესაბამისად. და მით ამ ინტერესებს სტრასბურგში თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რომ სტრასბურგში ეხლა სესიაზე, ზამთრის სესიაზე რუსეთს უჩერებდნენ ხმას იმის გამო, რომ დეკემბერში ჩატარდა ძალიან უხეში დარღვევებით არჩევნები. შესაბამისად, დასავლეთისთვის რუსეთში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები ჟღერს ძალიან ისე, რა ვიცი, როგორ გითხრათ, მე ვიტყვა რუსეთში დემოკრატია არის. როგორც რუსები იტყვიან, ისე ძიკას. როგორ ამდენჯერმე გავემეორე რუსეთი არა და არა თქვენ გითხრათ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, თურმე რუსეთის პოლიცია, რომელიც ყველაზე სადარეს კარგი შედარებითია ყველაფერი. კიდე კარგი პირდაპირ ჩანაწერი მიდის. მე გეუბნებით კიდე ერთხელ, რომ რუსეთი არჩევნებს ზოგადად რუსეთში ცხოვრება შორს არის დემოკრატიისგან, რა თქმა უნდა, ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ჩვენთან უფრო მძიმე მდგომარეობაა. ეხლა დიდი განსხვავება იმას, რასაც მე ვამბობ და რასაც თქვენ ახლა მე ესე იგი პერეფრას აკეთებ ჩემსას, ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება აგვისტოს ომს, ეს აგვისტოს ომი რა პროგნოზი და ვარაუდი კი არ არის. მე ზუსტად მინდა გითხრათ, რომ არსებობს პარლამენტის წევრთა და მთავრობის წევრთა სია, რომლებიც გაიქცნენ წითელ ხიდზე. ეს სია დადო თავის დროს იმ კომიკურმა კომისიამ, რომელიც შეიქმნა პატა დავითაიას ხელმძღვანელობით, რომელმაც ეს ომის მიზეზები და შედეგები უნდა გამოეძიებია. ეხლა ამ სიას ეს დავითაია და მისი რაზმი როგორც გარმიდა აუტაქტოდ გამომივიდეს, მაგრამ აქ სადღაც შენახული და ცოცხალი თავით არ აქვს. დაიბეჭდა ეგ სია მე რამდენჯერმე არ დაბეჭდა სია თავის დროს რა თქმა უნდა ამოიბეჭდა, მაგრამ სია ეხლა არის დამალული და არ აქვეყნებენ და მსვლელობა არ მისცემია. თითოეული სახელი და გვარი თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვინ გაიქცა ქვეყნიდან, ვინ მიატოვა ქალაქი განსაცდელში და გარდა ამისა, თითოეულის მიმართ უნდა იქნეს საქმე აღძრული. შესაძლოა რომელიმე შემთხვევით დატოვა წინა დღეებში, მაგრამ ეს საქმე უნდა იქნეს გამოძიებული. მეთანხმებით ალბათ თქვენაც, არა? ბატონ ჯოდი, მე მაქვს კითხვა. როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთში არჩევნები ისე დასრულდა, როგორც ამას ვარაუდობდით საქართველოში და თვითონ რუსეთშიც. შესაბამისად, თქვენთან დებატების დროსაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კიდევ მრავალი წლის რესურსი აქვს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. რეალურად გაყინულია ჩვენ შორის ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობები, შესაბამისად გაყინული კონფლიქტებიც. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ასეთ პირობებში, როდესაც პუტინი ისევ ხელისუფლებაშია და კაცმა არ იცის რა რაოდენობით მოვა უმრავლესობაში თუ უმცირესობაში დაუშვათ ოპოზიციური სპექტრი, ჩვენ ერთს შორის დარეგულირდეს ურთიერთობა. აიცით რა, მოდი მე ბოლოდან დავიწყებ, ძალიან კარგია. ღვთისწყალობით და არა ჩვენი დამსახურებით პოლიტიკოსების ერებს შორის ურთიერთობების დარეგულირების პრობლემას მე ვერ ვხედავ და მიუხედავად ესეთი მწვავე პრაქტიკულად საომარი მდგომარეობისა დაკონსერვებულია, მაგრამ ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარები, ზიზღი ხალხებს შორის აშკარად არ იგრძნობა. მე ვერ ვგრძნობ საქართველოში ზიზღ რუსის ეთნოსის მიმართ და არც რუსეთში არ იგრძნობა ზიზღი ქართველების მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი იქ ცხოვრობს, შრომობს, მუშაობს და კიდე აქ თავის ოჯახს არჩენს იქიდან გამოგზავნილი ფულით. ამიტომ ეს მადლობა ღმერთს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ ორმა ხალხმა ეს ხალხის დამსახურება მოახერხა დამოუკიდებლად თავისი ხელისუფლებებისა. რაც შეეხება იმას, რომ ესე იგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას მართვის რესურსი აქვს, მინდა თქვა, რომ პარლამენტში სააკაშვილი გამოსვლის დროს პრაქტიკულად გავიდა ლეგალური მოედნიდან, ის მოგვევლინა პირდაპირ აშკარა კრიმინალურ ელემენტად, რომელიც პარლამენტის დარბაზში აცხადებდა, რომ მათ შორის კრიმინალური მეთოდებით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. მე არაფერს აღარ ვამბობ იმ უტაქტობაზე და არაკორექტულ გამოთქმებზე, რაცაც ის როგორც ის მოიქცა, მაგრამ ის პირდაპირ იმუქრებოდა. პირდაპირ ღიად ეთერში პარლამენტის ხდომაზე, პარლამენტის წევს დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით ემუქრებოდა განადგურებით. ეს არის მაჩვენებელი მისი თავშეუკავებლობისა და ჩემს მუქარას გულისხმობ და როცა პრეზიდენტი ამდენად თავშეუკავებელია,
შეიძლება ფიქრობდეს და სურდეს განადგურება თავისი ოპონენტის, მაგრამ როცა ამდენად თავს ვერ იკავებს და ეს არის პრეზიდენტი და არ არის იგითი პოლიტიკოსი, ანუ მას ხელში აქვს ძალაუფლება. შესაბამისად, კეთი, არ გაინტერესებს, შესაბამისად ეს არ არის